არის საუბარი წყნეთის სამთავრობო აგარაკებზე. რეალურად წყნეთის სამთავრობო აგარაკები პრაქტიკულად დაცლილია, იქ მხოლოდ რამოდენიმე ოჯახი ცხოვრობს. პრემიერის წინადადებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აგარაკები შევა საპრივატიზებო ნუსხაში, ან მათთვის მოფიქრებული იქნება კიდევ უფრო სასარგებლო დანიშნულება. ჯამში არის 16 აგარაკი, ანუ შენობების რაოდენობას თუ დავთვლით. ჩამოყალიბებული ესეთი სია ან თანამდებობრივი ნუსხა თუ ვის ეკუთვნოდა და ვის არ ეკუთვნოდა აღნიშნული აგარაკების სარგებლობა მე პირადად ვერ ვნახე. რამდენადაც გავარკვიეთ კანცელარია წყვეტდა ამას თუ ვისთვის მიეცათ შესაბამისად აღნიშნულ აგარაკებში ცხოვრების უფლება. სავარაუდო ხარჯი, რაც უნდა ყოფილიყო წლიური ხარჯი, საკმაოდ ეკონომიურად მოვლა პატრონობის შემთხვევაში, რაც ჩვენ გამოვთვალეთ, ხელფასები, მიმდინარე რემონტი და გადასახადები უნდა გასულიყო სადღაც $1,000,000 ლარზე, თუმცა ეს აგარაკები სხვადასხვა სახელმწიფო შეფასებიდან გადადიოდა და ეხლა ზუსტად თუ წინა ხელისუფლებას რა უჯდებოდა აღნიშნული აგარაკების მოვლა პატრონობა, ამას ვერ გეტყვით.